ირაკლი ბერეკაშვილთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. ირაკლი, ასე ვთქვათ, ამოვწურეთ გარკვეული მიმართულება. საავადმყოფო გამოჯანსაღებელი ცენტრები, ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ხელს შეუწყობს თქვენი ცენტრი დახმარებაში და განვითარებაში, ასე ვთქვათ. რა კონკრეტული პროექტები შეიძლება რომ ვთქვათ შემოვიდეს თქვენთან და რა მიმართულებით უნდა იმუშაონ დაინტერესებულმა პირებმა. აქაც მუნიციპალური პროგრამის გზით წავედით, შესაბამისად ყველა ეს პროექტი და აქტივობა, რომელიც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში იქნება. შესწავლილი იქნა კარგად დღეს საავადმყოფო გამოჯანსაღებელი დარგის პრობლემები. აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზების გამო ამას მიწოდების მხარე ვერ ეწევა. ბევრი წელი ეს ტენდენცია შეინიშნება. შესაბამისად გახდა იმის აუცილებლობა, რომ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დავხმარებოდით კერძო სექტორს მიწოდების მხარის გაძლიერებაში. რა უნდა დააკმაყოფილოს კერძო სექტორმა თქვენი მოთხოვნები, რომელიც არის აყენებული მათ მიმართ? რა შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას? მოთხოვნები, ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჩვენი ბენეფიციარების შეფასება ხდება, ცოტა მეჩვენება, რომ ადრე ამაზე საუბარი მე მგონი კარგი იქნებოდა, რითი შეიძლება დავეხმაროთ კერძო სექტორის განვითარებაში ორი სიტყვით. ამაზე ვთქვა და შემდეგ უკვე როგორ შევარჩევთ რითი დაეხმარებით? დახმარებისთვის გვაქვს კონკრეტული ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტები ზუსტად ეხმიანება იმ საჭიროებებს, რომელიც დგას დღეს დარგის წინაშე. ეს არის სტარტაპულ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, ძვირი საკრედიტო რესურსი და ძვირი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საიჯარო ქირა, რაც ჩვენი შესწავლის ფაზაში აღმოჩნდა, რომ არის ერთ-ერთი პირველი კონტრიბუტორი და შემაფერხებელი, ასე ვთქვათ, განვითარების, ვინაიდან დღეს არსებული საჭირო ფართის უძრავი ქონება საკმაოდ მწირია და ამასთანავე ძალიან მაღალი საიჯარო ქირა აქვს. მათი გამქირავებლები ყოველთვის ანაწევრებენ ესეთ ფართებს და უფრო მაღალ ფასად, ერთხელ უფრო მაღალ ფასად, სხვა საცალო წერტებისთვის გამოიყენებენ. შესაბამისად, მათთვის უბრალოდ დახურული არის ხშირ შემთხვევაში ესეთ და ისეთ ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში ოპერირებად კომპანიებსაც, როგორც ასპრია, ძალიან უჭირს ახალი ცენტრების მოძიება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხდება, რამდენად დიდია მოთხოვნა საკუთარი. ბატონო ირაკლი, თქვათ საავადმყოფო გამოჯანსაღებელი ცენტრის მიმართულებით, თქვათ პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, ვინც ამ სფეროში და სექტორში უკვე დასაქმებულია და მუშაობს და ფუნქციონირებს, მათთვის ეს პრობლემები უკვე კარგად არის დაცნობი და ასე ვთქვათ, მათ უწევთ ყოველდღიურად ამ პრობლემების არეალში მუშაობა. თქვათ, გადაუხდით საიჯარო ქირას, როგორ იქნება ეს დახმარება? ეს იქნება, ასე ვთქვათ, ერთი სახის დახმარება, თქო, საიჯარო ქირის გადახდა თუ შეიძლება საიჯარო ქირის გადახდა დახმარების კომპონენტის გასაუბრეთ თუ მოკლედ ანუ სამიოს მიღება შეუძლია? სამიოს მიღება შეუძლია, რეალურად ჯამური ბენეფიტი, რომელსაც მიიღებს პროგრამის ფარგლებში ცენტრის მხრიდან არის შემოსაზღვრული. ეს შეიძლება 2 წლის განმავლობაში იყოს 400.000 ლარი ერთ საავადმყოფო გამოჯანსაღებელ ცენტრზე მაქსიმუმ, მაგრამ გვაქვს სხვა შეზღუდვებიც, ეს არის როგორც მოგახსენეთ, პირველი ეს არის სასარდო კაპიტალზე მოთხოვნის ნაწილში, რომელშიც ვეხმარებით და აქ ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 70.000 ლარი, რომელიც გადაიარაღებისა და რემონტისათვის შეიძლება გამოიყენოს გამოჯანსაღებელი ცენტრის. ბატონო ირაკლი, რადგან ძალიან ამასთანავე არ შეიძლება იყოს 30%-ზე მეტი. ფაქტობრივად რო არ დაგჭა, ორი სიტყვით რომ კრიტერიუმები გითხათ, ანუ უსაფრთხოება რაც უნდა დააკმაყოფილოს. ეს მინიმალური მოთხოვნების სტანდარტის, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას აუცილებლად მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც ნომერი პირველი პრიორიტეტია, ვინაიდან თბილისელებისთვის და მოქალაქეებისთვის კეთდება ეს პირველ რიგში. ამასთანავე იქნება გათვალისწინებული კომისიის მიერ კვადრატულობა, მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანი ყველაზე მაღალი გარეუბნებით აქვს. დიახ, გამორიცხოს ქალაქში და მიგრაცია და ყველა უბნის მოსახლეობას კონდეს მისაწვდომობა მაღალი ხარისხის სერვისის მიღებაზე. და ამ შემთხვევაში შემდეგ ფასს უკვე განსაზღვროს ბაზარი და საავადმყოფო ცენტრის კონცეფცია, დიზაინი და აღჭურვილობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ირაკლი, ჩვენი სულ შევეცდებით, რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იქნება სიახლე, მივაწოდოთ მაყურებელს, თქვენი ჩართულობის შესაძლებლობით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ შეიტანოს როგორც ახალი ცენტრებისთვის, ისე არსებულის განვითარება. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ბერეკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კიდევ გადავხედოთ ვალუტის კურსს. ეროვნული ბანკის მონაცემებით $1 2 ლარი